ორი შემოქმედი და მათი მეცნიერება. ასე ერქვა ვაშინგტონის ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოწყობილ შეხვედრას. მასზე ორი სრულიად განსხვავებული სფეროს წარმომადგენლები, სახვითი ხელოვნების მოყვარულები და პროფესიონალი მეცნიერები ერთდროულად მოვიდნენ. ამერიკის დედაქალაქის ერთ-ერთი პოპულარული ბოჰემური რესტორნის სააქტო დარბაზი ქართველ მხატვარს ნანა ბაღდავაძეს და ამერიკელ მოქანდაკეს რებეკა კამენს მასპინძლობდა. ორი ქალბატონი ღონისძიების სტუმრებს საკუთარ შემოქმედებაში მეცნიერული იდეების დამკვიდრების შესახებ მოუთხრობდნენ. ერთხელ ლექციების ჩატარების შემდეგ სანტიაგოდან შევმბრუნდებოდი. მოულოდნელად მენდელეევის ცხრილის ხელოვნების ენით გადმოცემაზე დავიწყე ფიქრი. თვითონაც გამიკვირდა ვიფიქრე ალბათ ხანგრძლივმა ფრენამ დამღალა მეთქი. მართლაც და რატომ უნდა დაინტერესდეს ხელოვანი მენდელეევის ელემენტებით. რაც უფრო ვფიქრობდი ამაზე, მეტად ვწმუნდებოდი, რომ ეს შთაგონება შემთხვევითი არ იყო და მე ის ხელოვნების ენით უნდა გადმომეცა. რებეკას ყველაზე დიდი წარმატება სწორედ მენდელეევის ცხრილის სკულპტურულმა კომპოზიციამ ელემენტების ბაღმა მოუტანა. მასში ელემენტთა მთელი პერიოდული სისტემაა წარმოდგენილი. გვესაუბრება ღონისძიების ორგანიზატორი ივან ამატო. მეცნიერების შესახებ პუბლიკაციებს უკვე 20 წელიწადია ვაქვეყნებ. ნანა ბაღდავაძის და რებეკა კამენის შემოქმედებას მათ გამოფენებზე გავეცანი. თითოეულ ხელოვანს სამეცნიერო ჟურნალში სტატიაც მიუძღვენი. დღევანდელი ღონისძიების მსგავსი შეხვედრები ბევრად უფრო საინტერესო და მრავლის მომცემია. აქ მაყურებელთა და მსმენელთან არამედია საშუალებებით, არამედ უშუალო კონტაქტი მყარდება. მახსოვს ნანას ნამუშევრების დანახვისთანავე მივხვდი, რომ მას სრულიად განსაკუთრებული სათქმელი აქვს. ნანა ბაღდავაძის მეცნიერებით, კერძოდ კი გენეტიკით დაინტერესებას მართლაც განსაკუთრებული და ძალზე ემოციური ისტორია უკავშირდება. მისი ბედი რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ნანას უმცროსდას ლეიკემია აღმოაჩნდა. ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ რატო ჩამოვედმე საერთოდ ამერიკაში, როგორც დონორი ჩემი დისთვის, რომელსაც ლეიკოზი ჰქონდა და გადავარჩინეთ. ძვლის ტვინის გადანერგვა მოხდა ამ ქვეყანაში და ჩემი დაიკო კარგად არის, ჯანმრთელია და თბილისში ცხოვრობს. მე კიდე ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, იმიტომ რომ დამპატიჟეს გამოფენისთვის. მე დავიწყე სწავლება, ერთი მეორეს მოყვა და დავრჩი ამ ქვეყანაში და 90 წლიდან უკვე აქ ცხოვრობ. გაწაფული ქართველი პორტრეტისტი მას შემდეგ გენეტიკით, დნმ-ის სტრუქტურით აღფრთოვანდა და ეს ემოცია მის შემოქმედებაში სრულიად ახალ ციკლად გადმოიღვარა. მეცნიერებაში ჩაუხედავ დამთვალიერებელში ნანას ნახატები ძალზე მრავალფეროვან ემოციას იწვევს. დაწყებული ყურძნის ან მარგალიტის მარცვლებით, მუსიკალური რიტმის, თამაშის თუ სექსუალური ცეკვის ასოციაციით დამთავრებული. დღევანდელ დღეს ყველაფერი ისეთი გლობალიზაცია, ეს მიდია ყველაფერი ისე გაერთიანდა და აღარ შეიძლება რომ ერთი დისციპლინა მეორეს გარეშე არსებობდეს, უნდა რაღაც კავშირები, აი რაღაც ბუნებრივი ორგანული მოთხოვნილება გაჩნდა. მე 23 წელი აქ ცხოვრობ და ახლა ვგრძნობ, რომ გაჩნდა ეს ბუნებრივის, რომ რაღაც დიალოგივით დაიწყოს მეცნიერებას და ხელოვნების შორის. შთაგონება მხოლოდ მაშინ მომდის, როცა ორგანიზებული და შრომაში ჩაფლული ვარ. თითქოს შთაგონება უნდა დავიმსახურო და მოვიპოვო. ამბობს ნანა და ალბათ სწორედ ეს არის ის თვისება, რომელიც მას ბევრი სხვა ხელოვანისგან გამოარჩევს და მეცნიერებთან კი თითქოს უფრო აახლოვებს. ხელოვნების და მეცნიერების გზები, როგორც ყოველთვის, ბევრჯერ გადაიკვეთება. ქართველებს კი სამართლიანად შეგვიძლია სახვითი ხელოვნების ამ რისკიანი მიმართულების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენლით, ნანა ბაღდავაძით ვიამაყოთ. მაია ქვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.